ამ ვიდეოში ვნახავთ Xiaomi-ის ახალ smartphone-ებს 15T-სა და 15T Pro-ს. ზედმეტად მომეწონა ეს მოდელები, ხო და არხიც გამოიწერთ და დავიწყოთ. ჩემს ბავშვობაში მახსოვს Xiaomi Mi 9T რომ გამოვიდა და რაღაც სასწაულის smartphone იყო, pop-up კამერა ჰქონდა, ანუ ზემოდან ამოდიოდა selfie კამერა და შესაბამისად ეკრანი ჰქონდა საკმაოდ დიდი იმ დროისთვის. მისი საფოსო კატეგორიის smartphone-ებში უკონკურენტო იყო და ჩემი აზრით ეს ახალი 15T და 15T Pro-ც შვენიერი smartphone-ებია. დიდი ლაიქი ჩემო. ყუთით რომ დავიწყოთ, ორივეს მოყვება кейსი, დამტენი ადაპტერი, კაბელი და ფიზიკური სიმბარათის ნემსი. 15T 67 ვატით იმუხტება, Pro კი 90 ვატით და ამას დამატებული Pro-ს აქვს 50 ვატიანი უკაბელო დამუხტვაც. Smartphone-ების აწყობა თითქმის ერთი და იგივეა, ეკრანი ორივეს Gorilla Glass 7i აქვს, უკანა პანელი კი კომპოზიტური მასალითაა დამზადებული, პლასტმასი და შუშა ერთმანეთში შერეული. განსხვავება არის ჩარჩოში, 15T-ს პლასტმასის ჩარჩო აქვს, 15T Pro-ს კი ალუმინის. პროცენტი უფრო სქელიცაა და მძიმეც. ორივეს აქვს IP68 მტვრისგან და წყლისგან დაცვა, ეკრანიც ერთი და იგივე მაღალ რეზოლუციური AMOLED პანელებია, Dolby Vision-ის მხარდაჭერით 3200 ნიტი პიკულის კაშკაშითა და 120 Hz-ით. თუმცა Pro-ს კონკრეტულ აპლიკაციებსა და თამაშებზე 144 Hz-ზე შეუძლია ავიდეს, რაც მშვენიერი მგონია. დიდი ლაიქი ორივეს ჯერჯერობით. ეკრან ქვეშ არის ჩაშენებული ორივე smartphone-ში თითის ანაბეჭდის სკანერი, რომელიც სწრაფია საკმაოდ, თუმცა ორივე smartphone-ის ეკრანი 6.83 ინჩია. ორივე smartphone-ის ეკრანი 6.83 ინჩია და ზედმეტად დიდი მგონია იმისთვის, რომ აი ასე დაბლა იყოს ჩაშენებული სკანერი ორივეგან. გამოყენებისას თითის გაწევა მჭირდება, რომ smartphone-ი გამეხსნა, ხო, მაინც და მაინც კომფორტული არ იყო ჩემთვის. შეიძლება იმიტომაც, რომ დიდი ხელებიც არ მაქვს. გონი. ისე ამ სკანერს კიდევ რაღაც შეუძლია. QR კოდის დასკანერება ხშირად მიწევს და კარგი რაღაც აღმოუჩინა მაგისთვის. smartphone-ების თითის ანაბეჭდით გახსნისას ცოტა ხანი თუ არ ავუშვებთ ეკრანს თითს, 3 გლაკი გამოჩნდება. QR სკანერის ბრაუზერში ძიების და კალენდარში ივენთის დამატების. მე პირადად QR-ს უფრო ვიყენებდი და კარგი იყო სწრაფად რომ ხსნიდი სკანერებს. მაგრა დასწორებდა. იცოდით რომ 15T და T Pro-ს პულტის როლსაც ითავსებენ? ორივეს ინფრაწითელი სხივები აქვს ჩაშენებული და ტელევიზორზე ან რესივერზე დარეგისტრირების შემდეგ პულტად გამოიყენებ. პულტის ზებნაში ბევრ დროს ვკარგავ ხოლმე, შესაბამისად ესეც კარგი დამატება აქვს ორივეს. ზოგადად ინფრაწითელი სხივები ბიუჯეტურ smartphone-ებში გვხვდება და რაც უფრო იზრდება smartphone-ის ფასი, ნელ-ნელა უფრო ქრება ეს შესაძლებლობა, მაგრამ აქაც რომ გვხვდება ძალიან კარგია. ისევ დიდი ლაიქი. ორივეს ასევე აქვს სტერეო სპიკერები, Dolby Atmos-ის მხარდაჭერით და ხმაც კარგი აქვს, უბრალოდ ცოტათი უფრო სუფთა ხმა კიდევ უკეთესი იქნებოდა, თუმცა არ ვაკინებ ნამდვილად კარგი სპიკერებია დღის ბოლოს. ორივე. ელემენტი ორივეს 5500 mAh-იანი აქვს და ტესტების მიხედვით სამუშაო დრო ორივეს შესანიშნავი აქვს. მთელი დღის smartphone-ია ორივე ძალიან თავისუფლად. ასევე აქვს კარგი ჩიპსეტები, 15T-ს MediaTek Dimensity 8400 Ultra, Pro-ს კი MediaTek Dimensity 9400 Plus. 15T-ს ჩიპსეტი საშუალო კლასისაა, თუმცა მძლავრია და კარგი წარმოდობა აქვს, ხოლო Pro-ს ჩიპსეტი ფლაგმანურია და წარმოდობით მხოლოდ Snapdragon 8 Elite ჩიპსეტი ჩამორჩება, რაც 15T Pro-ს საფოსო კატეგორიიდან გამომდინარე შესანიშნავ შედეგებს იძლევა. ელემენტიც კაი აქვს, წარმოდობაც კაი აქვს. Chef's-Kiss. Android 16-ზე მუშაობს ორივე smartphone და თავიანთი HyperOS 3-იც ლამაზი და ინტერაქციული გამოდგა. ზოგადად უნდა ვაღიარო, რომ დიდი ფანი არ ვყოფილ ვარ Xiaomi smartphone-ების, რადგან ბოლოს როდესაც Xiaomi smartphone-ებთან შეხება მქონდა, ჯერ კიდევ MIUI-ს იყენებდნენ ტელეფონებში და დიდად არ მომწონდა. ახლა კი პირველად მოქვს შეხება HyperOS-თან და ბევრად უკეთესის დაბეჭდებას მიტოვებს ეს სისტემა. ძველი MIUI თითქოს არაფერს გაძლევდა, არც ანიმაციები ჰქონდა გამოკვეთილად ლამაზი და გრაფიკებიც, რა ვიცი, ბევრად უკეთეს ველოდი იმ დროისთვის. მაგრამ ახლა რაც ამ smartphone-ებს ვიყენებ, აშკარად ვხედავ წინსვლას ანიმაციები რომ ავიღოთ, მაგალითისთვის ნოტიფიკაციების ჩამოწევაც ზემოდან ქვემოთ იმდენად ინტერაქციული და სასიამოვნოა, რომ აშკარად ეტყობათ წინსვლა. ძალიან cool. კამერებზე გადავიდეთ. მთავარი კამერები ორივეს 50 მეგაპიქსელი აქვს. განსხვავება მთავარ კამერებში არის სენსორის ზომა. Pro-ს უფრო დიდი სენსორი აქვს და ჩემი პირადი აზრით ეს დიდ განსხვავებას იძლევა, ამაზე ცოტა ხანში გავაგრძელებ. ულტრაფართოკუთხოვანი კამერები ორივეს ერთი და იგივე 12 მეგაპიქსელიანი აქვს და სტანდარტული საშუალო კლასის კამერებია, არც ცუდი, მაგრამ არც მთავარი კამერის ხარისხის, ანუ ხო ხვდებით. ავტოფოკუსიც არ აქვს ultra-wide-ზე, ფიქსირებული ფოკუსი აქვს ორივეს და სტანდარტული ჩვეულებრივი. ტელეფოტო კამერებში სხვაობა უკვე ცოტათი უფრო დიდია, 15T-ს 2x ოპტიკური ზუმი აქვს, 15T Pro კი პერისკოპული ტელეფოტო კამერითაა წარმოდგენილი და ზუმიც 5x აქვს.
პერისკოპული კამერა არის კამერის ისეთი აწყობა, სადაც კამერაში შემავალი სინათლე 90 გრადუსით იცვლის კუთხეს და სენსორს ისე ხვდება. შესაბამისად, ეს შემავალი სინათლე უფრო დიდ გზას გადის სენსორამდე მისასვლელად, რაც საშუალებას იძლევა, რომ უფრო მეტი ლინზა ჩაისვას კამერაში და მივიღებთ უფრო დიდ ზუმს. მაგალითად, როგორც ამ 15T Pro-შია. Just so you know. 15T Pro-ს ასევე ამ ტელეფოტო კამერით შეუძლია მაკრო გადაღებაც, რაც ძალიან cool. შორიდან უღებ მაკროს. Selfie კამერებიც ორივე smartphone-ში ერთნაირია, 32 მეგაპიქსელიანია ორივე და უკეთესი სურვილს მიტოვებენ ნამდვილად. საშუალო კლასის selfie კამერებია, მოკლედ რომ თქვა. ვიდეო გადაღება 4K-ში შეუძლიათ ორივე smartphone-ის ყველა კამერას, selfie-საც და უკან სამივესაც. Cool. კარგი, მიუბრუნდეთ მთავარ კამერას. 15T-ს მთავარი კამერა მშვენიერ ფოტოებს იღებს, აქვს ოპტიკური სტაბილიზაციაც და მართლა კარგი ფოტოები გამომივიდა, მაგრამ ღმერთო ჩემო 15T Pro ძალიან კარგი ფოტოებს იღებს და Xiaomi-სგან ასეთ კარგ ხარისხს არ ველოდი. დეტალიზაციაც შესანიშნავი აქვს, ფერებიც და 2X-იც არ კარგავს ხარისხს. მოკლედ გაოცებული ვარ და ბრავო, აი შოკ. ტელეფოტო კამერაც ასევე ძალიან კარგ ფოტოებს იღებს და ხარისხი აქვს უკარგესი, ოპტიკური სტაბილიზაციაც აქვს და მოკლედ ძალიან კმაყოფილი დავრჩი Pro-ს კამერებით. საბოლოოდ ორივე არის შესანიშნავი smartphone-ი, 15T შედარებით ბიუჯეტურებშია ძალიან კარგი არჩევანი, 15T Pro-ს კი ფლაგმანების მკვლელს დავარქმევდი თავისი მონაცემებისგან და ფასიდან გამომდინარე. დიდი და კარგი ეკრანები, კარგი აწყობა, შესანიშნავი კამერები, წარმადობა, სიყვარული და სიხარული, მოკლედ ხო და ამ smartphone-ების ლინკები ქვემოთ იქნება აღწერაში. ახლის გამოწერაც არ დაგავიწყდეთ, გზად მე დავითი ვარ და შემდეგ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით. ნახვამდის.